მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გთავაზობთ კიდევ ერთ ამანათს Gearbest-დან. როგორც ხედავთ, თან კამერა მაქვს და წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ამ ამანათში არის ამ კამერისთვის განკუთვნილი აქსესუარები, რომელიც ჩემს არხზე არ ყოფილა და გადავწყვიტე ყველა ამანათი, ყველა ნივთი გაჩვენოთ ერთ ვიდეოში. ანუ ნაწილებად არ გავყოფ, რაც შეეხება თვითონ ამანათს, საკმაოდ დიდია როგორც ხედავთ, როგორც ყოველთვის, საკმაოდ კარგად არის შეფუთული. წონას რაც შეეხება კილოგრამი და 500 გრამია, თუ ფოკუს გავასწორებთ და ვნახავთ. რა თქმა უნდა, მიმოდიოდა ნიდერლანდების პოსტით, ტრეკ ნომერიც მოყვებოდა. ვიზუალურად ალბათ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეაფასოთ, მოდი აღარ გავაგრძელოთ მეტი ამ ნივთის ამანათის განხილვაზე, გავხსნათ თვითონ ამანათი. ამანათში არის ორი ნივთი, სამი ნივთი, რომელიც უკვე ჩემს არხზე დევს და უბრალოდ გავხსნათ, ვნახოთ თუ არის რა მდგომარეობაშია და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ის ნივთები, რომელიც ჯერჯერობით ჩემს არხზე არ ყოფილა. ნუ ეს ფურცელზე არ გავჩერდები, ეს გადავდოთ. ეს რაც შეეხება ელემენტს, ესეც როგორც გითხარით, Xiaomi section კამერის ელემენტია, საკმაოდ იაფიხის და გირჩევთ შეძენას, ეს გადავდოთ დროებით. შემდეგი ნივთი არის ეს სამაგრები. როგორც ხედავთ, საკმაოდ ხარისხიანი სამაგრებია. 2 ცალი მოდიოდა დაახლოებით $1 და 50 ცენტი ღირდა თუ არ ვცდები. საკმაოდ ხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული. სურვილი თუ გექნებათ შეძენის, შეიძინეთ. ანუ ეს სამაგრები მაგრდება წელზე სამაგრებისთვის, მაგალითად კამერის დამაგრების დროს, თქვენ შეგიძლიათ ესე დაამაგროთ სპეციალური გადამყვანით და ეს მაგრდება მაგალითად გულმკერდზე კამერის დასამაგრით, რომელიც მულიც იქნება აი ამ ადგილას, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. ნუ ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. თუ სურვილი გაქვთ მული იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ, შეიძინოთ. კითხვები გექნება დაწერეთ კომენტარებში. ეს გადავდოთ დროებით. შემდეგი ნივთი არის აი ეს. როგორც ხედავთ, ეს არის კამერაზე გადამყვანი, ანუ სამაგრია ერთ-ერთი სახეობა. მაგალითად თუ სურვილი გაქვთ კამერის დამაგრების, აი ესე ვამაგრებთ ამას. შემდეგ ამას ვუჭერთ და ნებისმიერ ტიპის სამაგრზე შეგვიძლია დაამაგროთ ეს მოწყობილობა, ამ მოწყობილობის დახმარებით კამერა. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხი არის ეს ქვედანაწილი არის დამზადებული პლასმასისგან, ანუ ეს პლასმასია როგორც ხედავთ. ეს არის ამ ადგილას არის მეტალი და აქ არის მეტალის დეტალია შიგნით ჩამონტაჟებული და თვითონ არის პლასმასი. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი გადამყვანი, ძალიან იაფხის, დაახლოებით $1 ღირს თუ არ ვცდები. მოდით ესეც გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. შემდეგი ნივთი არის ეს ამ ელემენტის დამტენი, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ ჩემს არხზე გაჩვენეთ, ანუ Xiaomi-ის კამერის აი ამ ელემენტის დამტენი. ამ ელემენტის დამტენი, როგორც ხედავთ, მოყვება მავთული, ამაზე აღარ გავაგრძელებ მეტხანს, იმიტომ რომ უკვე მე რამ ბევრჯერ გამოვიწერე. შემდეგი ნივთი ამ ამანათში არის აი ეს ნივთი. შეგვიძლია გავხსნათ გარემო ვნახოთ. ეს არის მეგობრებო micro USB SD ბარათის card reader-ი, როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება, რაღაც ცოტა დეფორმაცია აქვს მიღებული. აქ აქვს დიდი პლუსის აქვს, რომ გასაღებზე ჩამოსაკიდები აქვს. აი ეს შეგვიძლია გავხსნათ. რაც შეეხება თუ როგორ უნდა ჩავდოთ SD ბარათი, აი SD ბარათი აი ესე იდება აი ამ ადგილას. ხოლო ამით შეგიძლიათ შეერთოთ კომპიუტერში, ან შეგიძლიათ შეერთოთ აი ამ OTG გადამყვანის დახმარებით, აი ეს შეგვიძლია შევაერთოთ თვითონ ტელეფონზე. ეს დაამაგრებთ და შევაერთებთ ტელეფონზე. ანუ ეს მიზანი ისთვისაც გამოვიწერე ის იყო, რომ როგორც მოგეხსენებათ, action კამერა საკმაოდ დიდი
ზომის ფაილებს იწერს დაახლოებით 5 წუთიანი ვიდეო გამოდის 400-500 მეგაბაიტი, როდესაც Wi-Fi-ით დაკავშირებულია ეს კამერა ტელეფონზე, შეუძლებელია პირდაპირ ჩართვა მაღალი ხარისხით, ამიტომ ბარათს ამოვიღებ აქედან, ჩავდებ ამ card-reader-ში და შევაერთებ ტელეფონზე პორტატულად ადვილად ვნახავ ყველა მონაცემს. თუ სურვილი გაქვთ შეიძინეთ ეს ნივთი, მე რეკომენდაციას გაძლევთ. რაც შეეხება შემდეგ ნივთებს, შემდეგი ნივთები არის ეს, როგორც ხედავთ ეს არის SD ბარათი, 32 გიგაბაიტის წონის, როგორც ინტერნეტში ვნახე საკმაოდ კარგად ახასიათებდნენ, ამ ბარათის ტესტი შეგიძლიათ ნახოთ ამ სურათზე და თქვენ თვითონ შეაფასოთ, როგორც ვიცი ეს არის მე-10 კლასის ბარათი, უკანა მხარეს ჩინურად წერი არ ვიცი რამდენად გაიგებთ, გამოვიწერე გასატესტად და სურათიდან გამომდინარე თქვენ თვითონაც შეაფასეთ თუ ღირს ამ SD ბარათის შეძენა, ვიზუალურად გამოიყურება ეს პარაღამ ერთი ცალი გავხსნათ. ესე იხსნება. ესე გამოიყურება. უფრო ახლოს მოვიტან კაცს და კარგად გაჩვენებთ. ესე გამოიყურება ეს მიკრო SD ბარათი ახლოდან, როგორც ხედავთ მე-10 კლასია, 32 გიგაბაიტი, OV ფირმის, რაც შეეხება უკანა მხარეს. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეაფასოთ, არ ვიცი რა ინფორმაციას მოგაწვით, მაგრამ როგორც ინტერნეტში ეწერა, საკმაოდ ხარისხიანია და 20 მეგაბაიტის ჩაწერა წაკითხვის სიჩქარე მაინც აქვს. და ეს SD ბარათი შევიძინე action კამერისთვის, რომელსაც ვიყენებ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ, ბმული იქნება აღწერაში, ტესტი თქვენ თვითონაც ნახეთ რა სიჩქარე აქვს. კითხვები გექნება დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Facebook-ზე, აუცილებლად გიპასუხებთ. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ხოლო შემდეგი ნივთი ამ ამანატში არის ეს 5. შეგვიძლია გავხსნათ ნახოთ. ამიტი არაფერი არ არის. ეს არის მეგობრებო, ისევ action კამერა Xiaomi V-თვის განკუთვნილი საკმაოდ ხარისხიანი პლასმასის კეისი. შეგვიძლია ეს როგორც ხედავთ ერთი და იგივეა. ეს აქ მაგდება საკმაოდ ყარად. დაახლოებით არის 2 მმ სისქის მასალისგან დამზადებული გამჭვირვალე. დადებითი პლუსი ის არის, რომ მოყვება თავსახური და აი ამ ადგილის მეშვეობით შეგიძლიათ საერთოდ მოხსნათ ეს თავსახური ცალკე. საკმაოდ ხარისხიანია, მე რეკომენდაციას გაძლევთ, სრულ შემთხვევაში შეიძინეთ, ალბათ მეც შევიძენ ამ კეისს, რადგან ხარისხიანი ჩანს და ასევე მოყვება პლასმასისგან დამზადებული თავსახური. და ეს გარანტიას გვაძლევს, რომ კამერა არ დაზიანდება, როგორც ხედავთ, ყველა ჭრის იმეორებს, როგორც შტატივზე სამაგრებელი, ასე ინდიკატორები, ღილაკები და ასე შემდეგ. თუ სურვილი გაქვთ, შეიძინეთ, ბმული იქნება აღწერაში, მე გაძლევთ რეკომენდაციას ამ კეისის შეძენის. კითხვები გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Facebook გვერდზე. მოკლედ ესეც გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. შემდეგი ნივთები ამ ამანატში არის მიკროფონი, ბარეგამ ესეც ამოვიღოთ. ეს მიკროფონი ალბათ უკვე ძალიან ბევრჯერ ნახეთ ჩემს არხზე. ეს არის BM800, საკმაოდ ხარისხიანი მიკროფონია, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ესეც შეიძინოთ, ბმული იქნება აღწერაში. ეს გადავდოთ, რახან ეს უკვე ბევრჯერ გავტესტე, თვითონ ამ მიკროფონის ტესტირებები და ვიდეო განხილვები აი ამ ადგილას იქნება. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს ამანატში, შეგვიძლია ყველა ამოვიღოთ. ამანატში მეტი აღარაფერი აღარ არის. აი ეს არის Kingmas ფირმის Aquabox-ი, რომელიც განკუთვნილია ისევ და ისევ action კამერა Xiaomi V-თვის. ამ Aquabox-ის ტესტირება თუ გაინტერესებთ, აი აქ იქნება ბმული, შეგიძლიათ გადახვიდეთ. მე გავტესტე უკვე და წყალგამომტარია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. მე გამოვიწერე თეთრი ფერის სამაგრით, ხოლო ეს არის როგორც ხედავთ მწვანე ფერის და თვითონ კამერა
aquabox-ში გამოიყურება აი ესე. აი თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ, საკმაოდ ხარისხიანია, სრული შემთხვევაში შეიძინეთ, მული იქნება აღწერაში, დაახლოებით ღირს $6. ძალიან ძვირი ნამდვილად არღის, შეერთების ადგილები კარგი აქვს, სილიკონის მასალა იცავს თვითონ კამერას აი ამ ადგილით, როგორც ხედავთ, ამ ეს სილიკონია და წყალი არ შევა კეისში. ხარისხით შემიძლია დაუწერო 5-იანი თავისუფლში, თუ სურვილი გექნებათ, შეიძინეთ, კითხვები გექნებათ, მომწერეთ Facebook-ზე ან დაწერეთ კომენტარებში. მე მოკლედ ესეც გადავდოთ. ამას მოყვება ასევე გადამყვანი, მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ ნახეთ ჩემს არხზე, აღარ გავჩერდები ამაზე. და იგივე შემიძლია გითხრათ აი ამ ლინზის დამცავზე, ანუ ფილტრზე. აი ესე გამოიყურება ფილტრი. მაგდება კამერაზე. აი ესე მაგდება. სრული შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ, მული იქნება აღწერაში. ესეც გადავდოთ დროებით. და ბოლო ნივთი ამ ამანათში არის, სამაგრები თავზე, წელზე და ხელზე სამაგრები. ერთხელ უკვე გამოვიწერე ეს სამაგრები ჩემთვის. და საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა და თქვენც გირჩევთ შეიძინოთ თუ გექნებათ სურვილი. როგორც მოგეხსენებათ ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ აი ეს გადამყვანები, ხოლო ეს გადამყვანები მაგდება აი ამ ადგილას. უბრალოდ აი ესე მაგდება. აი ესე მაგდება და აი ამ ადგილას შეგიძლიათ დაამაგროთ კამერა. თვითონ ხარისხს რაც შეეხება არის კარგი ხარისხისგან დამზადებული, პლასმასი არის პრიალა ზედაპირის, შესაკრავები ყველაფერი არის ძალიან კარგი ხარისხის, მე შემიძლია გირჩიოთ ამის შეძენა თუ სურვილი გაქვთ, ღირდა დაახლოებით $7. იგივე მასალისგან არის დამზადებული ხელზე სამაგრი, ანუ თქვენ შეგიძლიათ ეს კამერა ხელზე დაიმაგროთ, მოყვება როგორც ხედავთ ეგრეთ წოდებული ლიპოჩკა, არ ვიცი კამერაში როგორ ჩანს. ასევე მოყვება სპეციალური ბორტი, რომელის მეშვეობითაც შეგვიძლია თვითონ კამერა და კამერის aquabox-ი დაამაგროთ. და ბოლო არის, რა თქმა უნდა, action კამერის თავზე დასამაგრებელი. ვიზუალურად აი ესე გამოიყურება. დადებითი ის არის, რომ აი აქ აქვს სპეციალური მასალა დასხმული, რომლის მეშვეობითაც თუ თქვენ მაგალითად დაიმაგრებთ ამ სამაგრს ჩაფხუტზე, პლასმას ჩაფხუტზე ან ნებისმიერ მასალისგან არ ისრიალებს და არ მოძრება. მულები, მოკლედ მეგობრებო, ამ ყველა ნივთის მულები იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ. თუ კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ასე Facebook გვერდზე და იქ აუცილებლად გიპასუხებთ შეკითხვების შემთხვევაში. დღეისთვის მეგობრებო, სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.